გამარჯობა საქართველო, გიზო ჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩემი ოფისის ეზოდან ვიწერ ამ პატარა ვიდეო ჩანაწერს. მინდა რაღაცა გავიხსენო წარსულიდან. იცით, როდესაც პირველად ამერიკაში ჩამოვედი, ეს იყო 1999 წელი. მე რამოდენიმეჯერ დავბრუნდი გერმანიაში. და საბოლოო ჯამში 2000 წელს სადღაც ოქტომბერში გადავწყვიტე ამერიკაში უკვე დაფუძნება, ასე ვთქვათ. მაშინ რა თქმა უნდა არ ვიყავი უძრავი ქონების პროფესიის, ან უძრავ ქონებაში, ასე ვთქვათ. მაშინ ვიყავი მწვრთნელი. ვავარჯიშებდი ფიგურულ ციგურაობაში ამერიკელ ბავშვებს და მე ყოველთვის მეგონა რომ ამერიკა უფრო იყო დიდი ქვეყანა, უფრო წარმატებული ქვეყანა რაც შეეხება ამ სპორტს და ამიტომ გერმანიის შემდეგ მოვაშურე ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქ იყო წინადადება ერთ-ერთი კლუბიდან, ადგილობრივი კლუბიდან სჭირდებოდა მწვრთნელი. და იცით, პირველ რიგში რა გამიკვირდა ყველაზე ძალიან, როდესაც ამერიკელ ბავშვებთან მუშაობდი, ამერიკელ სპორტსმენებს ვამზადებდი, როდესაც შეჯიბრზე მივდიოდით, ხშირად აი წარმოიდგინეთ, თქვათ, შეჯიბრის ჯგუფები იყო დაყოფილი ძალიან პატარ-პატარა ჯგუფებად. ანუ იშვიათად რომ თქვათ, რომელიმე ჯგუფში 10-ზე მეტი ადამიანი გამოდიოდეს, ხო? და როდესაც ეს შეჯიბრი მთავრდებოდა, პირველი ადგილიდან ბოლო ადგილამდე აბსოლუტურად ყველას ეძლეოდა გარკვეული სახის მედალი. იცით, ხო, ცოტა ისეთი უცხოა, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მხოლოდ უმაღლესი ადგილები იმსახურებს მედალს, ანუ პირველი, მეორე, მესამე ადგილები და აქ ამერიკაში მე აღმოვაჩინე რომ ბავშვებს აბსოლუტურად თითქმის ყველა ადგილის მოპოვებისათვის, თუნდაც უკანასკნელი ბოლო ადგილის მოპოვებისათვისაც ეძლეოდა გარკვეული მედალი, რა თქმა უნდა, იგივე ხარისხის მედალი არა, როგორც პირველი ადგილის ან მეორე, მესამე ადგილის მოპოვებელს, მაგრამ მაინც ეძლებოდათ გარკვეული დიპლომი და მედალი და დამსახურება და მოლოცვა და ასე შემდეგ. და დიდი ხანი ძალიან მიკვირდა ფსიქოლოგიურად თუ აი რა გარკვეული მესეჯი, ასე ვთქვათ, იყო ამ ყველაფრის იქით მიმალული და მე ხშირად მართალი გითხრათ არ მესმოდა ეს ყველაფერი. დიდი ხანი დამჭირდა იმისათვის რომ დავრწმუნებულიყავ იმაში რომ პრინციპში ეს არის კარგი მიდგომა, პოზიტიური მიდგომა და ეს ბავშვების დაჯილდოება ხდება იმისათვის კი არა რომ აუცილებელია ყოველთვის პირველი ადგილი მოიპოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა პირველობა, ყველას გვიხარია გამარჯვება, მაგრამ ეს საზოგადოება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობს იმაზეც თუ როგორ დაეხმაროს იმ ბავშვებს, ვინც თქვათ ვერ მოიპოვა პირველი ადგილი. იცით, საკმარისად არის ხო უკვე გულგატეხილი ადამიანი, როდესაც ვერ გაიმარჯვა შეჯიბრში და წარმოიდგინეთ, როდესაც იქ ბოლო ადგილას დააყენებთ და არავითარი მილოცვა არ არის, არავითარი ჯილდო, უფრო გაუჭირდება ხომ ამ ბავშვს და ბავშვს ისედაც ძალიან ფაქიზი ფსიქოლოგია აქვს ხომ, აქედან დავიწყოთ. ამიტომ ეს საზოგადოება ცდილობს რომ მესეჯი ბავშვებთან, ასე ვთქვათ, იყოს ასეთი, რომ მთავარია რა თქმა უნდა მონდომება, მთავარია რა თქმა უნდა მონაწილეობა და სწრაფვა იმისათვის, რომ შენ უფრო უკეთესი იყო მომავალში და ამჟამად თუ შენ ვერ გაიმარჯვე შეჯიბრში, მაინც არის ეს მოსალოცი, იმიტომ რომ შენ მიიღე მონაწილეობა ამ შეჯიბრში და გამოიჩინე თავი იმით, რომ შეეცადე გაგეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც შეგეძლო ამ წუთისთვის, ხო? აი ესეთი პოზიტიური მიდგომა, რაც შეეხება აღზრდას, რაც შეეხება წარჩინებას, რაც შეეხება სპორტს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი მიდგომა. რა თქმა უნდა, საზოგადოება როგორც ასეთი იმხელა წნეხის ქვეშ არის ყოველთვის, რომ ადამიანი ვალდებულია და იძულებულია აი ამ საზოგადოებაში იბრძოლოს იმისათვის პირველობისთვის, აი სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ეს ბრძოლა მიმდინარეობს, ხომ? როგორც იტყვიან, საზოგადოებამ მგელიაო, ხო, არის ესეთი გამოთქმა. და როდესაც ეს ბავშვები არიან პატარები, მე მგონი აუცილებელია რომ გარკვეულად დავეხმაროთ ბავშვებს, რომ არ მოეშნენ, არ მიანებონ თავი წამოწყებულ საქმეს და ყოველი ახალი
ესე შესაძლებლობების დროს გამოიყენონ, ესე იგი შანსი რომ უფრო უკეთესად გამოვიდნენ, ასევეა სპორტში, ასევეა სწავლაში, ამიტომ თვითონ მე საზოგადოება ფილტრავს უძლიერეს და იმ ადამიანებს, ვისაც თქვათ არ ძალუძს რომ პირველობა მოიპოვონ ან პირველ ადგილებზე იყვნენ და ასე მიდის კორპორატიულ სამყაროშიც, ხო? ესეა მოწყობილი ქვეყანა, არიან დირექტორები, არიან მენეჯერები, არიან ჩვეულებრივი მუშაკები და ყველა თავის ადგილს ასე თუ ისე პოულობს. აი ესეთი უჩვეულო იყო ჩემთვის აი ამის აღმოჩენა, თუ როგორ უდგება, თქვათ, ეს საზოგადოება აქ სპორტს და მათ აღზრდას, ხო, ამ ბავშვების. სხვათა შორის ეს ყველაფერი სხვანაირად იყო, როდესაც მე ყოფილ საბჭოთა კავშირში ვარჯიშობდი, როდესაც ვიყავი სპორტსმენი და სხვანაირად იყო გერმანიაშიც. აბსოლუტურად, ესე იგი, რუსების მიდგომა და გერმანელების მიდგომა ბევრად გავს ერთმანეთს. იქ არ იყო არავითარი წახალისება იმის, რომ შენ უბრალოდ მონაწილეობა მიიღე რაღაც შეჯიბრში ან შეეცადე რაღაცას, იქ უბრალოდ ძალიან უხეშად ასე რომ ვთქვათ, თუ არ ივარგებდა ადამიანი, უბრალოდ რამოდენიმე შესაძლებლობის მიცემის შემდეგ უბრალოდ იშორებდნენ ამ ბავშვებს, მიდიოდა ესე იგი გაფილტრვა 5 წლის ასაკიდან, 7 წლის ასაკიდან და ძალიან ადრეულ ასაკში და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კარგი სპორტსმენი არ შედგა იმის გამო, რომ ამ გაფილტვის გამო ვერ მიაღწია თავის განვითარების უმაღლეს წერტილს, ხო? იცით, ყველა ადამიანს ხო გარკვეული სხვადასხვა ტაიმინგი აქვს, ხო? ყველა ადამიანს ხო შეიძლება ერთმა 5 წლის ასაკიდან დაიწყოს პიკისკენ ასვლა და სადღაც 16 წლის ასაკში პიკს მიაღწიოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულად გვიან იწყებენ განვითარებას, მაგრამ იმათი პიკიც უფრო გვიან ხდება, ხო? და ესეთი რაღაც პრაქტიკაში ყოფილ საბჭოთა კავშირში და არც გერმანიაში მე არ მახსოვს, იქ უბრალოდ გაფილტრვა მიდიოდა უმოწყალო, ფაქტიურად ადამიანის ბედის და ადამიანის ფსიქიკის დაზიანება მიდიოდა კონვეიერული მეთოდით და ესე იყო მოწყობილი სპორტი. მე წინვალედ მახსოვს ეს ყველაფერი ჩემი თვალწინ ხდებოდა და ბევრი ჩემი ასე ვთქვათ, კოლეგა, ბევრი ადამიანი, ვისთანაც ერთად მე მიხდებოდა ვარჯიში, აი ესე ამ გაფილტრვას მოყვა და ამის გამო ხშირად ეს ტრავმა ცხოვრებაშიც გაყვათ და მე უკვე საქმიან ცხოვრებაში, მე პროფესიულ ცხოვრებაში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე და არათუ სპორტში ვერ მიაღწიეს ვერაფერს იმის გამო, რომ ესე მოშორებულები იყვნენ, არამედ ცხოვრებაშიც გაუჭირდათ და აი ეს ფსიქიური ტრავმა ძნელად აღმოსაჩნდა მათთვის მომავალ ცხოვრებაში. იმედია ჩვენი საზოგადოება უფრო ჰუმანური იქნება, იმედია წახალისებას ჩვენ ვისწავლით ქართველები და როდესაც ახალ საზოგადოებას აშენებ, იმედია გამოვიყენებთ იმ პრაქტიკას, რომელიც უცხოეთში არის დანერგილი და კარგად მუშაობს, იმედია მიდგომა იქნება უფრო ადამიანური, დარწმუნებული ვარ და ეს გაკიცხვა და ის არაფერს შუაში არ აიცით, არ სჭირდება ბავშვს რომ გაკიცხოთ. ახსნა განმარტება არის ბრწყინვალე, მაგრამ გაკიცხვა და ესე იგი შეურაცხყოფის მიყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის გამო, რომ თქვათ ბავშვს რაღაც არ გამოვიდა, ან შეჯიბრი ჩაუვარდა, ან ასე შემდეგ. ესე მოკლედ მინდოდა რაღაცის მოყოლა, გავიხსენე ჩემი წარსული, გავიხსენე თუ როგორ ხდება ამერიკაში სპორტსმენების აღზრდა განვითარება და მინდოდა თქვენთვის ეს გამეზიარებინათ, იმედია კარგად ხართ და ბედნიერ დღეს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.